შენ სულელო, შენ ასეთო და ისეთო. როგორ შეიძლება მასწავლებელმა მიმართოს ესე მოსწავლეს? აი არ მესმის, რატომ დღესაც კი მე მესმის ასეთი ამბები ბავშვებისგან, მშობლებისგან და უამრავი ზრდასრული მოსწავლე არის აკადემიაში, ჩემი პირადი მოსწავლე, რომელიც მიყვება ისტორიას, რომ აი კომპლექსი ჩამომიყალიბდა იმის გამო, რომ აი რაღაც არასწორად გამოვთქვი სიტყვა მასწავლებელმა მითხრეს, რა არის ესა. ხო, ან რაღაცა ვთქვი და რა სულელი ხარ და უარესებიც მსმენია, ისეთები მსმენია, რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი ახლა კამერაში ამას და ბავშვებს უყალიბდებათ მერე ეს კომპლექსი. და მიყვება ეს, რა თქმა უნდა, ბავშვობაში ჩადებული მთელი ცხოვრება გაქვს. და მოდიან ზრდასრულები, იცით როგორი კომპლექსებით? ვერ წარმოიდგენთ. ბავშვი 5 წლის რომ არის, იმას ვეკითხები რჩევას. ხო, არ მოგესმათ რჩევას ვეკითხები პატარა ბავშვს. იმიტომ რომ თითოეული გაკვეთილი უნდა იყოს მორგებული მოსწავლეზე. და არა აქვს მნიშვნელობა, ახლა ჩემი მოსწავლე იქნება კომპანიის დირექტორი, თუ 5-6 წლის ჩვეულებრივი ბავშვი. იმიტომ რომ ეს გაკვეთილი უნდა მოეწონოს მას. სწავლა უნდა იყოს სიამოვნება და არა სასჯელი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ვიყოთ კორექტულები. ერთხელ წლების წინ ესეთი რჩევა მომცეს. თან მომცა პედაგოგმა, რომელსაც აქვს ისეთი გამოცდილება და ისეთი სახელი, ნუ ვერ კითხვით. და მეუბნება შემდეგს, მეორე კლასელებთან შევდიოდი მაშინ. მეუბნება, პატარები არიან. ისე გააკეთე, რომ შეეშინდეთ შენი. ფეხი დაარტყი, ისე ცოტა ხმამაღლა უყვირეო და შეეშინდებათო. ძალიან რთული კლასი სამართავად იყო, ძალიან რთული, ყველა გარბოდა იქიდან. და მე ვიყავი ახალი მასწავლებელი და მომცეს ეს კლასი. და ესეთი რჩევა მომცა. მოსწავლეებს კი არ უნდა ეშინოდეთ პედაგოგის. უნდა უყვარდეთ. ამ კლასში როცა შევიდნენ და ჩაატარეს ტესტი, გაუკვირდათ, როგორი შედეგი მიიღეს. იმიტომ რომ როცა ბავშვს უყვარხარ, აკეთებს შენი გულისთვის ყველაფერს. ამიტომ გახსოვდეთ ეს კოლეგებო და ძალიან გთხოვთ დამეწერეთ კომენტარებში კოლეგებმა, მშობლებმა, მოსწავლეებმა. გხვდებათ ასეთი სტილის დამოკიდებულება დღესდღეობით. მე ძალიან ხშირად მესმის გუშინაც კი ჩემ კურსელს ჰქონდა ესეთი სიტუაცია, უყვებოდა რა თავის ბავშვობაზე და მიკვირს რა, ძალიან ხშირად მესმის და მწყინს. მიკვირს, რომ ამაზე მიწევს საუბარი დღეს.